დავბრუნდი როგორც დეველოპერი. ალბათ ძალიან ბევრს გახსოვთ, რომ ადრე YouTube-ზე დევლოგის სერიები მქონდა და მომიწია სამწუხაროდ თამაშის წაშლა, რადგანაც რაღაცები გავაფუჭე. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეგრეც უნდა მომხდარიყო, რადგანაც გამოცდილება მივიღე, ეხლა რაღაცეები ვიცი, გათვალისწინებული მაქვს და დავიწყებ ახალ თამაშის გაკეთებას დღეიდან. თამაში რაზე იქნება და იდეა ნელ-ნელა ვიდეოში გეტყვით. ასევე თამაში არ იქნება გამოსული ამ ეპიზოდში, უბრალოდ ვაშენებთ რა. მოკლედ მე მგონი მიხვდით. შემდეგ ეპიზოდში ალბათ უკვე გამოსული იქნება. და სანამ ვიდეო დაიწყება, ჩემი თხოვნა იქნება, რომ დაალაიქოთ, გამოეწევოთ ჩემი არხი, რაც ყველაზე მთავარი გააქტიუროთ ზაისღილაკი და ამით ძალიან დამეხმარებით. მოდი დავიწყოთ ახლა ვიდეოთი. მოკლედ ახლა გიხსნით თუ რაზე იქნება იდეა. გაჩნდებით მაპზე და მოგიწევთ რაღაცა მაპის არჩევა. მაპს როცა აირჩევთ, პოლი ნელ-ნელა ქრება და არ უნდა ჩავარდეთ. მოკლედ როგორც ხედავთ, ასეთი არის იდეა, მაგრამ მომავალში დავამატებთ რაღაცებს, როგორიც არის სკინები, ასევე ფულზეც ვიმუშავებ და მაგ ფულით რაღაცეების ყიდვა. ამ ეპიზოდში ცოტა მარტო აშენებაზე ვფიქრობ, ცოტა კოდი კი დავწერე, მაგრამ შემდეგ ეპიზოდში უფრო მეტ კოდს დავწერ. როგორც ხედავთ, აქ რაღაც პატარა კოდი დავწერე და ახლა მოკლედ აგიხსნით თუ რა შვება ეს კოდი. როცა შეხვალთ, აი შევიდეთ მაგალითად და აქ ხედავთ ბლოკს. ბლოკს როგორც კი შევეხებით, ის უკვე ნელ-ნელა ქრება და წესით უნდა დაბრუნდეს. არა. 5 წამში უნდა დაბრუნებულიყო და სად არის? და ამის შემდეგ კოდებზე იმდენი ხანი ვიწვალე და მაინც არ მუშაობდა. რა კოდი არ წერე, რა ვარიანტები არ გავაკეთე, მაგრამ არაფერი მუშაობდა. მაგრამ ბოლოს გავაანალიზე, რომ ერთი პატარა რაღაცა არ ქონდა გაკეთებული და ამის გამო არ მუშაობდა კოდი. დაიცა ორი წამი. ამაზე გაყინვა არ მქონდა ჩართული. ამის გამო თუ ვიწვალე ამდენი ხანი ეხლა ვაგინებ მაგარს. პროსტა მართლა მაგრა თუ არ ვაგინო. ამ ყველაფრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ლობის მაპი და ერთ-ერთი მაპი ამეშენებინა. ყველა მაპი სხვადასხვანაირი სტილის იქნება, ზოგი რაღაცა ტყის შინაარსის იქნება, ზოგი მაგალითად სისაწყლის შინაარსის და ასე შემდეგ. მოკლედ მივხვდით ალბათ. ყველა აპდეიტზე შევეცდები, რომ ახალი მაპები დავამატო, თითქმის ყველა აპდეიტზე მაქსიმალურად შევეცდები. მიუხედავად იმისა, რომ შენებლობა Roblox Studio-ში ჩემი სუსტი წერტილი არის, მაინც შევეცდები. მე უფრო UI-ის მოდელირება გამომდის და ქართულად რო გადაგითაგნოთ, ეგ იმას ნიშნავს, რომ ღილაკების გალამაზება, როგორიც არის შოპის ღილაკის გალამაზება და ეგეთები. ასევე კოდირებაც კარგად გამომდის და მთელი ეს დრო, როდესაც მაპს ვაშენებდი, ასევე დავამატე კომანდებიც. ასევე ცოტას დაგასპოილერებთ თუ რას გეგმავ შემდეგ ნაწილში. შემდეგ ნაწილში მეგობრებო გეგმავ იმას, რომ მაპის არჩევის სისტემა დავამატო და მართლა ვამუშაო მაპების არჩევა. ასევე loading screen-საც დავამატებ და მეტი არაფერი გამოვუშვებ უკვე თამაშ შემდეგ ნაწილში. მოდი ახლა ვნახოთ შედეგი. ასე გამოიყურება ლობი, როგორც ხედავთ, spawn point-ი შევცვალეთ ცოტა. ასევე იმის თქმა დამავიწყდა, რომ შემდეგ ნაწილში მომიწევს დახატვაც. მაპების დახატვა, ლოგოს დახატვა და ერთი thumbnail-ს უნდა დავხატო. ნელ-ნელა მე thumbnail-ს დავამატებ. ასე გამოიყურება პირველი მაპი. ესე გამოიყურება პირველი მაპი, მარტივია, ზოგი შეიძლება ამაზე მარტივი იყოს, ზოგი შეიძლება ამაზე რთული იყოს. ძალიან ბევრი ტიპის მაპები იქნება მოკლედ. ასევე მეგობრებო, ჩემი თხოვნა იქნება, რომ კომენტარებში მაპების და თამაშის სახელი მომიფიქროთ, რადგანაც სახელის იდეა ვაფშე არა მაქვს. ასევე შემიფასეთ ჩემი ახალი ავატარი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი ავატარია, ძვეს ცოტა ჯობია და ახალი თმაც ძვეს შედარებით ჯობია. მოდი ახლა შევუდგეთ მეორე მაპის გაკეთებას. თქვენთან ძალიან მალე მორჩი, მაგრამ ნამდვილად 10 წუთი დამჭირდა ავაჩქარე უბრალოდ ვიდეო და ეხლა განახებთ თუ როგორი გამოვიდა მეორე მაპი. მოკლედ მეორე მაპი იქნება ტყესთან დაკავშირებული
და მეორე მაპი შედარებით იქნება პირველ მაპთან მარტივი, რადგანაც როცა ჩავარდებით მეორე შანსიც გექნებათ. ნუ ეხლა ჩავარდები და ნახოთ თუ ვაიმე. აქ კედლის აშენება დამოუწყდა, დაიცა. როგორც ხედავთ მეგობრებო, მეორე მაპი მორჩით, როგორც იქნა. ამჯერად მართლა არაფერი არ გამორჩა და ახლა განახეთ მართლა თუ როგორ გამოიყურება მაპი. აქ მეგობრებო, რომ რამე ვერავინ ვერ იჩეთელებს და ამ თებზე ვერ დახტება. თუ ჩეთებს გამოიყენებს ვიღაცა, მალე ანტიჩეთსაც დავწერ და გააგდებენ თამაშიდან. მოკლედ, მოდი ახლა ჩავალქვევით და მოიცავ წამი. აუ, მე მგონი კიდევ ძმა, კიდევ რაღაცა გამორჩა. მე ზიზღება შენებლობა ამჯერად იმედია მართლა არაფერი არ გამორჩა. მოდი ახლა გადავიფრენვსებ მეორე მაპზე. ასევე მეგობრებო, გადაფრენაზე არ ნერვიულოთ, რადგანაც შემდეგ ეპიზოდში ვაპირებ რომ გავაკეთო ესე სისტემა, სადაც მაპსო მაიჩერთ თვითონ გადაგატელეპორტირებთ. როგორც იქნა 1-5 საათი ვაკეთებდი და აღარაფერი არ გამორჩენია. ასევე გახსოვდეთ რომ ამ ეპიზოდში უბრალოდ მარტო ვაშენებთ. გადავიდეთ ახლა მესამე და ბოლო მაპზე. მესამე მაპი ახლა იქნება შედარებით რთული, რადგანაც ლავა იქნება, რომელიც ტრიალებს მაპზე. და თუ ლავა შეეხებით, ალბათ უკვე იცით რომ მოკვდებით. ნუ ეს მაპი დაკავშირებული იქნება კოსმოსზე. თქვენთვის ალბათ უკვე წამები გავიდა და ჩემთვის უკვე საათები გავიდა, ამიტომაც მოდი ახლა განახებთ თუ როგორი გამოვიდა ეს მაპი. როგორც ხედავთ, მესამე მაპი იქნება აი ასეთი. მართლაც რთულია. ასევე თქვენი იდეები დამეწერეთ კომენტარებში თუ რა აპდეიტები გავაკეთო. ჩემი თხოვნა იქნება რომ ასევე მაპის სახელები და თვითონ თამაშის სახელის იდეა მომაწოდოთ. ვიქნები მეგობრებო, ძალიან მადლობელი. ეს არის უკვე პირველი ეპიზოდის დასასრული. თქვენთან იყო რაზორებელი. აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი ახი და რაც ყველაზე მთავარი გააქტიურეთ ზარის ღილაკი. თქვენ დაიყო რაზორებელი როგორც გითხარით და დროებით.